გერმანიის მთავრობამ აკრძალა ყველაზე დიდი ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა, რომელიც საკუთარ თავს გერმანიის სამეფოს უწოდებს და ქვეყნის დემოკრატიული წესრიგის შელახვას ცდილობს. სამართალდამცველებმა ჯგუფის 4 ლიდერი დააკავეს. დღეს დილიდან გერმანიის რამდენიმე ქალაქში 800 სამართალდამცველი ჩხრეკს ჯგუფის ქონებას და ლიდერების სახლებს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გადამწყვეტ ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიას ებრძვის. ორგანიზაცია ეწინააღმდეგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციურ წესრიგს. ამ გაერთიანების მიზანია ეგრეთ წოდებული მთავრობის შექმნა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან გამოყოფა. საქმე არ ეხება უწყინარ ადამიანებს, როგორც ორგანიზაციის სახელწოდება შეიძლება მიანიშნებდეს, არამედ ეს ეხება კრიმინალურ სტრუქტურებს, კრიმინალურ ქსელებს. სწორედ ამიტომ აიკრძალა ის დღეს. ეგრეთ წოდებული რაიხის მოქალაქეთა მოძრაობა გერმანიას სახელმწიფოდ არ აღიარებს. მისი წევრები ამტკიცებენ, რომ ისტორიული რაიხი კვლავ არსებობს და უგულებელყოფს ქვეყნის ისეთ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ სტრუქტურებს, როგორიცაა პარლამენტი, კანონები და სასამართლოები. ასევე ისინი უარს ამბობენ გადასახადების გადახდაზე. ამიერიდან კი ჯგუფის ონლაინ პლატფორმები დაიბლოკება და მათი აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარება, რათა ფინანსური რესურსები ექსტრემისტული მიზნებისთვის აღარ გამოიყენონ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია რაიხსბურგერის მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებს. 2023 წელს გერმანელმა სამართალდამცველებმა დაახლოებით 20 პირის სახლი გაჩხრიკეს და დააკავეს არაერთი წევრი. გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს მონაცემებით 2022 წელს მოძრაობაში დაახლოებით 23,000 წევრი იყო, მათგან 2,000-ზე მეტი კი პოტენციურ მოძალადედ ითვლებოდა.